კეთილი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩემი სახელია მიხეილ მაზიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. დღეს ვისაუბრებთ დებროილის ტალღების შესახებ. დებროილის იდეა საკმაოდ ბიძგი მისცა კვანტური მექანიკის ფორმირებას. კერძოდ შროდინგერმა დაწერა ამ იდეის გამოყენებით დიფერენციალური განტოლება, რომელიც აღწერს კვანტურ დინამიკას. კერძოდ ვაზლის საშუალებას შევაფასოთ ატომის ელექტროენერგეტიკული დონეები, აგრეთვე საკუთარი მდგომარეობები, ასე ვთქვათ, ანუ შეგვიძლია შევაფასოთ რადიუსი, რამაზეზე არის ელექტრონი დაშორებული ბირთვიდან სხვადასხვა ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ეს დონეები შევაფასოთ თვითონ და უფრო რთული რთული ბული მდგომარეობები, ანუ მოლეკულებში როგორ არის ელექტრონული ღრუბელი განაწილებული, შეგვიძლია რიცხვითად ამოვხსნათ შროდინგერის განტოლების გამოყენებით. ჩვენ კონკრეტულად შევჩერდებით დებროილის იდეაზე, რაც გულისხმობს ელემენტარული ნაწილაკებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ნაწილაკების სახით, ტალღური თვისებების მიწერას. ეს არის გარკვეულწილად საპირისპირო დებულება იმისა, რომ სინათლე შეგვიძლია ავწეროთ როგორც ფოტონების ერთობლიობა. თქვათ ასე. სინათლის შთანთქმა გამოსხივება შეუძლია ელექტრონს, ატომის მოდელი აქ დახატული, აქვს ბირთვი, ბირთვის ირგვლივ ენერგეტიკული მდგომარეობები, ელექტრონს შეუძლია. მხოლოდ ორია მონიშნული სიმარტივისთვის, ბევრი ასეთი თვალი მოიაზრება. ელექტრონს შეუძლია ყველაზე უდაბლესი მდგომარეობა ცნობილია ძირითადი მდგომარეობის სახელით ატომში ელექტრონს ასეთ მდგომარეობაში აქვს ძალიან დიდი სიცოცხლის განცდილება, მაგრამ აღგზნებული თუ არის თუ ზედა ენერგეტიკულ დონეზე მდებარეობს, ელექტრონი მას არ შეუძლია რაგინით დიდხანს დარჩეს ამ მდგომარეობაში, ის გააკეთებს ნახტომს, გადავა ქვედა დონეზე და გამოასხივებს ენერგიას, გამოასხივებს სინათლეს, კერძოდ სინათლის კვანტს, რომელსაც ექნება ენერგია განსაზღვრული ენერგიათა დონეების სხვაობით, ანუ E2 დონიდან თუ გადადეს E1 დონეზე, ფოტონის მიერ წაღებული ენერგია იქნება სხვაობა ამ ენერგიათა, არსებობს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა ლექციის ფარგლებში. კავშირი ფოტონის ტალღის სიგრძესა და მის ენერგიას შორის, ანუ ამ ფოტონის ტალღის სიგრძე შეგვიძლია შევაფასოთ ამ ფორმულით. მას ექნება აგრეთვე იმპულსი, ანუ ფოტონი როგორც ნაწილაკი, ისე განიხილება აქვს ნაწილაკობრივი მახასიათებლები, როგორც არის ენერგია და იმპულსი. ამ გამოსახულებებში მონაწილეობს პლანკის დაყვანილი მუდმივა, მისი რიცხვითი მნიშვნელობა და განზომილება მოცემული არის აქ. ელექტრონს შეუძლია აღგზნებას რაც შეეხება შთანთქას ფოტონი და გადახდეს ზედა ენერგეტიკულ მდგომარეობაში, ეს პროცესიც ვიცნობთ მოკლედ ამ პროცესს, შთანთქმა არსებობს სპექტრი, შთანთქმის გამოსხივების სპეციფიური მახასიათებელი არის ის, რომ ეს სპექტრი არის დისკრეტული, ანუ ნებისმიერად აი ამ საკითხის გარკვევაში დებროილის იდეა, ანუ წარმოდგენა ელექტრონზე როგორც ტალღაზე გვეხმარება. ჩვენ მასზე ვისაუბრეთ, დღესაც შევეხებით. ფოტონი თუ ანუ სინათლეს თუ შეიძლება შევხედოთ როგორც
კვანტურ ობიექტს, ნაწილაკობრივი სტრუქტურის რაღაც ასეთ, ხომ? მაშინ ასე უნდა ჰქონდეს, ვისაუბროთ, როდესაც სინათლის გაბნევას ვიხილავთ ელექტრონებზე, ვისაუბროთ ფოტონის გაბნევაზე, ნაწილაკობრივი ურთიერთქმედება განვიხილოთ. აქ არის გამოსახული ლურჯი ხაზით ფოტონი, რომელიც ეცემა უძრავ ელექტრონს დაჯახების შემდეგ, ელექტრონი იძენს იმპულსს, იწყებს მოძრაობას, იცვლის იმპულსს ფოტონი. თუ გამოვიყენებთ ნაწილაკებისთვის სამართლიან ძალაში მყოფ, ასე ვთქვათ, ენერგიის და იმპულსის შენახვის კანონებს, ნუ აქ წერია ენერგიის შენახვის კანონი, რელატივისტური გამოსახულება, აი აქ ფესვით ელექტრონისთვის საწყის მდგომარეობაში მას იმპულსი არ აქვს, ჯამური ენერგია მოცემულია ისე როგორც ეს, მაგრამ აქ არის მითითებული. გაბნევამდე, მარჯვენა მხარეს გაბნევის შემდეგ არის სრული ენერგია. და იმპულსის შენახვა შეგვიძლია ეს ორი შენახვის კანონი გამოვიყენოთ და მივიღოთ შედეგი, რომელიც ექსპერიმენტულად აკვირვებადია, კერძოდ შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ ტალღის სიგრძის წანაცვლება, როდესაც ვიხილავთ სინათლის გაბნევას ელექტრონებზე, რაღაც კუთხით, არ არის დამოკიდებული საწყის ტალღის სიგრძეზე. აქვს ასეთი გამოსახულება, კომპტონი დააკვირდა ამ ეფექტს, კომპტონის ეფექტის სახელით არის ცნობილი. ფოტოზე იგივე ფორმულებია გამოსახული. ანუ ფოტონზე თავდაპირველად ელექტრომაგნიტური ველისთვის დამკვიდრდა კვანტური წარმოდგენები, იქნა საჭიროება ამის აღმოჩენილი. თავდაპირველად ენერგიის კვანტების შესახებ ელექტრომაგნიტური ველისთვის იდეა წამოაყენა მაქს პლანკმა. კერძოდ დღევანდელი თვალსაზრისით, რაც მან გააკეთა, მდგომარეობს იმაში, რომ ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სიხშირული მოდების კრებულს, ისე როგორც ამას ხედავთ, სინათლის სპექტრად ახლით შესასვლელად, რომ სხვადასხვა სიხშირული მოდებით არის წარმოდგენილი. თითოეული სიხშირისთვის პლანკმა დააპოსტულირა, რომ ველი უნდა იყოს წარმოდგენილი ოსცილატორის სახით, რომლის ენერგეტიკული დონეებიც არის დისკრეტული. კერძოდ მიაწერა აი ასეთი დასაშვები ენერგეტიკული დონეები, რაც არსებითად ნიშნავს ელექტრომაგნიტური ველის დაკვანტვას, თუმცა ეს არ იყო ისეთი მკაფიო, როგორც დღეს ვიცნოთ ელექტრომაგნიტური ველის დაკვანტვას. ამ იდეაზე დაყრდნობით აინშტაინმა წარმატებით კერძოდ იხილავდა რა სინათლის პორციებს, ენერგეტიკულ პორციებს, კვანტებს. წარმატებით ახსნა ფოტოელექტრული ეფექტი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, ასეთი უცნაური თვისება აღმოაჩნდა ამ ეფექტს. აქ გვაქვს ორი ელექტროდი. ერთ-ერთ მათგანს ვასხივებთ სინათლით, ამ სინათლის დასხივების შედეგად, ოღონდ ეს არის მონოქრომატული განსასრული სიხშირის სინათლით ვასხივებთ. ამ დასხივების შედეგად ხდება ელექტრონების ამოგლეჯა გამტარიდან, მოვდებთ რა პოტენციალთა სხვაობას, ამ ცაგვას. ელექტრონები გაჩნდება დენი, მოკლედ დავაფიქსირებთ დენს, ვინაიდან ელექტრონები გამოტყორცენ ელექტრონები გარკვეულ კინეტიკურ ენერგიას ატარებენ, დენი ისედაც გვექნება თუ არ მოვდებთ ცაგვას, ან თუ საპირისპირო პოტენციალთა სხვაობას მოვდებთ, ჩავახშობთ ამ დენს და ამ გზით შეგვიძლია გავსუმოთ რა ენერგიის ელექტრონები სამოგლეჯა ხდება, ანუ რა ენერგიით გამოდიან ელექტრონები მეტალიდან. უცნაური ფაქტი მდგომარეობდა იმაში, რომ მოცემული სიხშირისთვის ინტენსივობის გაზრდა, დასხივებული სინათლის ინტენსივობის გაზრდა
იწვევდა ელექტრონების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ მათი ენერგია ამოტყორწნილ ელექტრონების ენერგია არ იზრდებოდა. უფრო ბევრი ელექტრონის ამოტყორწნა ხდებოდა. სიხშირის შეცვლა მოქმედებდა ამოტყორწნილი ელექტრონების ენერგიაზე. აინშტაინმა ახსნა ეს მოვლენა პლანკის იდეაზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, ელექტრომაგნიტური ველისთვის ენერგიის კვანტური პაკეტების გამოყენებით ამბობდა, რომ შეუძლია ელექტრონს შთანთქას მთელი პორცია მოცემული ომეგა სიხშირის სინათლისთვის, ასეთი პორცია არის H-H-ი გამრავლებული ომეგაზე. ელექტრონი შთანთქავს აი ამ კვანტს, როდესაც ვასხივებთ. თუ ეს ენერგია საკმარისია იმისთვის, რომ გამოსვლის მუშაობისთვის, რომ მოწყდეს ელექტრონი, მაშინ მოხდება დავუკვირდებით ეფექტს. ომეგა ნულ სიხშირით მართლა ასეთი ეფექტი დაიმსახურება, რომ რაღაც სიხშირის ზემოთ შესაძლებელი ხდება ფოტოელექტრული ეფექტი, ელექტრონების გამოსხივება, ამოტყორწნა. ეს არის ომეგა ნული სიხშირე, აი აქ H-იან ომეგა ნული არის ელექტრონების გამოსვლის მუშაობა, თუ დავასხივებთ H ომეგა სინათლეს, გამოვაკლებთ რა ენერგიას, რომლის ამოქმედებას დასჭირდა, მივიღებთ გამოსული ელექტრონების კინეტიკურ ენერგიას. ეს არის პროპორციული, როგორც ხედავთ, სიხშირის ომეგას პროპორციულია და ამ ეფექტს მართლაც ვაკვირდებით, ასე იქცევა. მოკლედ, სინათლის შესახებ კვანტური წარმოდგენები იყო უკვე დამკვიდრებული, როდესაც დე ბროილმა წამოაყენა იდეა, რომ ელემენტარული ნაწილაკები თუ სინათლე, რომელსაც ტალღის სახით ვიცნობდით, ნაწილაკობრივ ყოფაქცევას ამჟღავნებს, ნაწილაკები თავის მხრივ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამჟღავნებს ექნებათ მათ ტალღური თვისება, ასე ვთქვათ, გარკვეული სიმეტრია მოიაზრება, ანუ ერთნაირი მიდგომის ცდელობა ყველა ნაწილაკისთვის. ტალღის სიგრძე მიაწერა ნაწილაკს P იმპულსით, ასეთნაირად შეფასებული, ისე როგორც ფოტონებისთვის ჰქონდა განმარტებული. და მოცემული ენერგიისთვის, ასეთნაირად განმარტავთ ამ ტალღის შესაბამის სიხშირეს ომეგას, ანუ მაკროსკოპული ობიექტებისთვის აქ არის მითითებული სხეული მასით 150 გრამი, რომელიც მოძრაობს 20 მეტრ/წამს სიჩქარით. მაკროსკოპული სხეულებისთვის ეს ტალღის სიგრძე არის ძალიან მცირე, ეს შეფასება, ტალღის სიგრძის ლამდას შეფასება. აი ასეთი მასის და სიჩქარისთვის, ანუ გვაქვს 150 გრამიანი სხეული, რომელიც მოძრაობს 20 მეტრ/წამს სიჩქარით. მისი ტალღის სიგრძე არის ძალიან მცირე, -32 სანტიმეტრის ფანტასტიკურად მცირე, ამიტომ ვერ ვაკვირდებით, რომ მაკროსკოპული ობიექტებისთვის ტალღურ ქცევას. მანამ სანამ დე ბროილის ტალღის გამოყენებაზე გადავალთ, გავიხსენოთ ტალღის მახასიათებლები. ტალღაზე გვაქვს წარმოდგენა ყოველდღიური ცხოვრებიდან, აქ არის წლის ზედაპირზე ინდუცირებული ტალღა გამოსახული, შეშფოთება მოხდა სადღაც აქ და ირეგულირ ჩნდება ასეთი რგოლები, რომელიც ვრცელდება, ეს ყველას გვინახავს. ეს არის ტალღის გავრცელების მაგალითი, გვაქვს ასეთი მიმდევრობით ბურთრობები, რგოლები, ასე ვთქვათ, რომლებიც ჩნდებიან ტალღის გავრცელებასთან ერთად. განვიხილოთ სიმის რხევა, უბრალოდ მაგალითი იმისა, ტალღის გავრცელების მაგალითი სიმის გასწვრივ, ეს არის სიმის რხევა. ეს სიმი მოიაზრება, რომ
ბოლო წერტილებში არის დაბმული, ერთ წერტილი მის ბოლო, ასე ვთქვათ, კოორდინატ სათავეშია, მეორე D0 წერტილში. ამ უნახსნების სიმის რხევისთვის ბრტყელი მოძრაობა მოკლედ გვაქვს. ეს სიბრტყე აღწერილი XY დეკარტული სისტემით. ამ უნახსნები სიმის რხევისთვის არის აი ასეთი მარტივი სახით მოცემული კოსინუს ომეგა-t გამრავლებული სინუს 2π x ლამდაზე. y და x ეს არის კოორდინატები სიმის წერტილს. თუ არც არის x, y გვეუბნება, x და y გვეუბნება დროის მოცემულ მომენტში. დროის მიხედვით იცვლება მდებარეობა სიმის წერტილების. გვეუბნება დროის მოცემულ მომენტში მდებარეობას სიმის წერტილების მდებარეობას. ვიცით რომ სინუსი და კოსინუსი პერიოდული ფუნქციებია, უმცირეს პერიოდით 2π. ამ უნახსნიდან რომელიც აქ არის მოცემული, დავასკვნით უშუალო შემოწმებით, რომ ის არის პერიოდული დროის მიმართ, კერძოდ დროს თუ წავალ, აი ეს არის პერიოდულობის თვისება. რაც აქ წერია, t-ს დამატებული დიდი t არცვლის ფუნქციის მნიშვნელობას. სადაც დიდი t არის 2π გაყოფილი ომეგაზე, ამის შემოწმება არის მოცემული. t არის t-ს ადგილზე ჩავშვით წანაცვლებული მნიშვნელობა, t-ს დამატებული დიდი t. ომეგა მრავლდება ამ გამოსახულებაზე, გამრავლების შემდეგ გვექნება ომეგა-t-ს დამატებული 2π, კოსინუსი ვთქვით, რომ არის პერიოდული ფუნქცია 2π მინიმალური პერიოდით. შესაბამისად, კოსინუსის მნიშვნელობა არ შეიცვლება და მივიღებთ აი ამ ტოლობას. ესე იგი, ეს გამოსახულება, რაც აქ წერია, გვეუბნება თუ დავაფიქსირებთ x, როგორ შეიცვლება, მარტივია იმის დანახვა, როგორ მოძრაობს თითოეული წერტილი. x-ის მოცემული მნიშვნელობისთვის სინუს ვაფასებთ არის რაღაც. ეს მნიშვნელობა მრავლდება კოსინუს ომეგა t-ზე, t უდრის 0-ისთვის კოსინუსი 1-ია. შემდეგ t-ს ზრდით კოსინუსი შემცირდება, უარყოფითი გახდება, ანუ გვექნება ვთქვათ აი ამ წერტილისთვის ეს წერტილი ჩამოვა ქვემოთ და ავა ესეთი ჰარმონიული კანონით, ანუ მისი დროს დამოკიდება, ანუ თითოეული წერტილი გადის ზემოთ ქვემოთ, ასე ვთქვათ, აი ამ x ღერძის მიმართ, ანუ y-ის გასწვრივ. ასეთი კანონით კოსინუს ომეგა t. მსგავსი მსჯელობით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ x-ის მიმართაც პერიოდული სტრუქტურა გააჩნია, ტალღა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პერიოდული სტრუქტურა, მას აქვს ერთეული, აი მაგალითად, აი ეს კონფიგურაცია, რაც ახლა მე მივუთითებ, თუ შეხედოთ, მეორდება სიმის გასწვრივ. ტალღის სიგრძეს ვეძახით მინიმალურ პერიოდს, ეს შეგიძლიათ პიკებს შორის მანძილით შევაფასოთ, იგივე იქნება. ლამდას ეწოდება ტალღის სიგრძე, ომეგას ტალღის ხშირე. გვინდა შევაფასოთ სიჩქარე, სიამოვნებაში სიჩქარე თავიდანვე მოძრაობის გამო ტალღის აღმწერ განტოლებაში ფიგურირებს. თავიდან მოცემულია, მაგრამ ჩვენ ახლა გამოვიყენებთ ინტუიციას. ომეგა სიხშირისა და ლამდა ტალღის სიგრძის მქონე ტალღა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც რხევითი მოძრაობა, რომელიც ლამდა მანძილზე ვრცელდება t დროის დიდი t დროის განმავლობაში. გვაქვს რა აი ეს თვისება, ჩვენ წასაკე შევამოწმოთ, რომ t-ს მიმართაც, x-ის მიმართაც გვაქვს პერიოდულობა, ცხადია. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს თვისება, რომელიც აქ არის მოცემული.
და ტალღას თუ წარმოვიდგენთ აი ამ რხევას პერიოდულ სტრუქტურას, რომელიც ვრცელდება სივრცეში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ფრონტი წაინაცვლებს დიდი T დროის შემდეგ ლამდა მანძილით. ანუ გამეორდება, ვთქვათ, მინიმალური სტრუქტურული ერთეული, გაჩნდება აი ამ ტალღის მინიმალური სტრუქტურული ერთეული. როგორც მოკლედ ამ მიდგომის ფარგლებში შევაფასებთ სიჩქარეს, ეს იქნება ლამდა გაყოფილი დიდ T-ზე. თუმცა როგორც თქვი, ესვე პარამეტრი თავიდან გვაქვს ტალღის ამწერ განტოლებაში მოცემული. ისე რომ ეს თანაფარდობა. ხო, გვაქვს შესაბამისად აქ რაც წერია არის შემაჯამებელი. სიჩქარე ვთქვით, რომ არის ლამდა გაყოფილი დიდ T-ზე, დიდი T ომეგას ასეულნაირად უკავშირდება. დიდი T ეს არის რხევის პერიოდი, ანუ სიხშირე, ეს არის შებრუნებული სიდიდე. და გვაქვს კავშირი აი ამ ორი ფორმულიდან მივიღებთ კავშირს ლამდას და ომეგას შორის. ესე იგი დიდი ტალღის სიგრძე ნიშნავს, რომ გვაქვს ომეგა მცირე. ომეგას შემცირებით ლამდა იზრდება, ომეგას გაზრდით ლამდა მცირდება. ეთილი ტალღას აქვს სპეციფიური ქცევა. ერთი მისი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლია მოვლენა შეუძლია ვთქვათ შემოვლა ბარიერის ამ მოვლენას დიფრაქცია ეწოდება. აი აქ დაახლოებით სამკუთხა ფორმის გამოსახულება მიუთითებს ჩრდილს, სადაც ტალღა ვერ შეაღწია. ტალღის სიგრძე თუ დიდია, თუ განსხვავებით ტალღის სიგრძეს, უფრო მალე მოხდება ტალღური ფრონტის აღდგენა. ახლა აღარ ხატია მოხდება, როგორც თავდაპირველად ჰქონდა ტალღური ფრონტის აღდგენა რაღაც მანძილის გავლის შემდეგ. უფრო მალე მოხდება, თუ მცირე ტალღოვან სინათლეს ვიხილავთ, ის იქცევა როგორც სხივები, ასე ვთქვათ, ეს სწორხაზოვნად პრაქტიკულად გაგრძელება და ეს არის ტალღისთვის დამახასიათებელი თვისება, შემოვაროს დაბრკოლებას, თუ დავახვედრებთ მას. ნახრეთს დიაფრაგმას, რომელიც არის გახრეტილი, ის თითოეულ კიდეს შემოუვლის, ნუ გვექნება ესეთი სურათი გავლილი ტალღის. იმის მიხედვით, როგორია ტალღის სიგრძე, აქ საუბარი თანაფარდობაზე ტალღის სიგრძესა და აი ამ ჭრილის ზომას შორის, ასე ეფექტი, როდესაც ტალღის სიგრძე არის დიდი, დიფრაქციის ეფექტი არის უფრო მკვეთრად გამოხატული. გვაქვს აგრეთვე მოვლენის ცნობილი ინტერფერენციის სახელით, ტალღა განსხვავებით ნაწილაკისგან წარმოგვიდგენია როგორც სივრცულად განვრცობილი, ვრცელდება იკავებს რაღაც არეს ხო სივრცეში. შესაბამისად შეიძლება ეს ორი ტალღა ერთმანეთს დაეფაროს, კონდეს ზედდება ჯამური ტალღის სახით. ეს დამზერადია და აქ მოყვანილი სურათი, ნუ რამდენად გამოსახავს ეფექტს არ ვიცი, მაგრამ ერთი ჩანს, რომ გვაქვს ორი ტალღა ამ წრეწირების ცენტრში ინდუცირებული და მოხდა მათი გადაფარვა, სადაც უნდა გქონდეს ჩახშობის და გაძლიერების არეები, მაგრამ ეს ამ სურათზე კარგად არ ჩანს. მათემატიკურად შეგვიძლია ეს ეფექტი განვიხილოთ, გვაქვს ასეთი ტრიგონომეტრიული ტოლობა, რომელიც უშუალოდ ვიცით რა კოსინუსი ჯამის და სინუსი ჯამის უშუალოდ შეგვიძლია შევამოწმოთ. ამ ტოლობის გამოყენებით ის ტალღა სიმის გასწრებ რომ ვრცელდება, ანუ სიმის რხევა. შეგვიძლია წარმოვადგინოთ ორი ტალღის ჯამის სახით, მათი ამპლიტუდა, მარცხენა მხარეს ამპლიტუდა ტალღის არის a. მარჯვენა მხარეს არის ორი ტალღა,
ანახევარია თითოეული მათგანის ამპლიტუდა. ერთი მათგანი მოძრაობს x ღერძის საპირისპირო მიმართულებით, აი ეს ტალღა კერძოდ. მეორე მოძრაობს x ღერძის თანმხლევრი მიმართულებით და ამ ორი ტალღის ზედება გვაძლევს აი ასეთ ტალღას. ახლა თუ განვიხილებთ ჩვენ ორ ტალღას, რომლებიც თანამიმართულნი არიან, ვრცელებიან ერთი x-ის x ღერძის გაასწორებ დადებით მიმართულებით, ანუ და გვაქვს ფაზის წანაცვლება, ანუ აი ეს φ მუდმივი ფაზა გაუჩნდა მეორე ტალღას. აი ამ ტრიგონომეტრიული ფორმულის გამოყენებით, ზემოთ რაც გვიწერია, ჯამი შეფასდება ასეთნაირად და ხედავთ, რომ შეიძლება გქონდეს აი კოსინუსის მაქსიმალური მნიშვნელობა არის ხარბია 1. ამპლიტუდა ანახევარი იყო, ჯამური ამპლიტუდა შეიძლება გაიზარდოს იმის მიხედვით φ-ის რა მნიშვნელობა აქვს. ან განულდეს. ეს ასევე დამოკიდებულია φ-ზე. ხო, თქვა π ნახევარი თუ იქნება აი φ ნახე, ანუ φ თუ იქნება π-ის ტოლი, მაშინ ეს ზედება უბრალოდ ჩაახშობს ამ ორი ტალღის ზედება ერთმანეთზე გაანულებს. ნუ ეს გასაგებიც არის რა ხდება. ასეთნაირად რომ წარმოვიდგინოთ ტალღა, როდესაც ერთ ტალღის მაქსიმუმი მეორეს მინიმუმს თანხდება, თუ ასე გვაქვს. შერჩეული ეს ორი ტალღა მაშინ მოგცემს ეფექტს. მოკლედ დებროილის ტალღა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ატომის კვანტური სურათი, ჩვენ ამ შესახებ ვისაუბრეთ. აქ არის მარტივი შემთხვევა განხილული, ერთგანზომილებიანი, ანუ ნაწილაკი მოძრაობს x ღერძის გასწვრივ. ეს არის დებროილის ტალღა ასეთ შემთხვევაში. მას უნდა დავადოთ ვინაიდან ეს არის ყუთში, ეს გულისხმობს, რომ არის დამწყდეული. ამალეში დამწყდეული, მას უნდა დავადოთ სასაზღვრო პირობები. კერძოდ უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს ტალღური ფუნქცია განულდეს ორივე კედელზე, ანუ 0-შიც და d წერტილშიც, ვინაიდან დამწყდეული, მას არ შეუძლია გასვლა. ეს არის ზუსტი ანალოგი აი ამ სიმის. ტალღების სიმის გასწვრივ ვრცელდებიან აი ამ არეში, ხო, სადაც ის არის, სადაც გვაქვს ეს სიმი. ეს არის ზუსტი ანალოგი. თუ განვიხილავთ ამ სასაზღვრო პირობებს, ანუ თუ მოვითხოვთ, რომ უნდა იყოს ამ არეში დამწყდეული დებროილის ტალღა, რაც გულისხმობს, რომ უნდა განულდეს x უდრის 0-ში, ნულდება, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ სინუსი 0-ში არის 0-ის ტოლი. x უდრის d-ში რომ განულდეს, უნდა მოვითხოვოთ, რომ ლამბდა ეს დაკონტვის პირობა უნდა მოვითხოვოთ. ანუ დამწყდეული ტალღა ნიშნავს, რომ გვაქვს შეზღუდვა ლამბდაზე. ტალღის სიგრძე კავშირში იქნება d-სთან, აი ამ თანაფარდობით. ამის შემდეგ შეგვიძლია შევფასოთ დებროილის თანაფარდობით იმპულსი ელექტრონისთვის, ახლა ჩვენ საუბრობთ, ეს ტალღა აღწერს ნაწილაკს ელექტრონს, მაგალითად, რომელიც არის დამწყდეული ამ არეში. შევაფასებთ რა ელექტრონის იმპულს გვექნება სრული ენერგიისთვის. აი ასეთი გამოსახულება, ნუ ამ შემთხვევაში გვაქვს. ყუთი ნიშნავს, რომ შიგნით პოტენციური თავისუფალია, მოკლედ არ გვაქვს პოტენციური ენერგია. გვექნება ასეთი ენერგიისთვის კვანტური დისკრეტული ანუ მნიშვნელობები. ჩვენ ეს მიდგომა გამოვიყენეთ წყალბადის ატომისთვის და მივიღეთ საკმაოდ კარგი შეფასება წინა ლექციის ფარგლებში. ენერგეტიკული დონეებისთვის. თუ ბევრ ნაწილაკს ჩავსვავთ ყუთში,
ამ მდგომარეობა იქნება განსხვავებული იმის მიხედვით ბოზონებს ვიხილავთ თუ ფერმიონებს. ბოზონი არის მახასიათებელი ასეთი სპინი ელემენტარული ნაწილაკებისთვის, რაც გულისხმობს საკუთარ ორბიტალურ მომენტს ნაწილაკების. ისე თითქოს ისინი საკუთარი ღერძის ირგვლივ უნავენ. თელსპინიანი და ნახევარსპინიანი ნაწილაკები იქცევიან სხვადასხვანაირად. თუ ავთავსებთ ბოზონებს, თითოეული ბოზონი დაიკავებს ეს პატარა ელი აღნიშნავს სიგრძეს 5-ის. ბოზონი დაიკავებს მთელ ყუთს, ანუ გვექნება ასეთი ნაწილაკების ტალღის სიგრძისთვის შეფასება, რომ ლამდა ტოლი იქნება ელის. რაც შეეხება ფერმიონებს, ფერმიონები ძალიან მეთავისცემი არიან. თითოეული მათგანი თავის მოცულობას მიითვისებს, თუ გვაქვს n-ცალი ფერმიონი. გვექნება თითოეული მათგანისთვის აი ეს მოცულობა, n-ცალს შეუძლია l-კუბის სრული მოცულობა და დაიკავოს აი ეს ოდენობა მოცულობის ეს სივრცე. შესაბამისად, დე-ბროილის ტალღის სიგრძისთვის გვექნება ფერმიონის დე-ბროილის ტალღის სიგრძისთვის განსხვავებული გამოსახულება, აი ასეთი. გამოვიყენებთ რა დე-ბროილის თანაფარდობას p-ს და ლამდას შორის, შეგვიძლია შევაფასოთ თითოეული მათგანის p და ენერგია ასეთი სისტემის. გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება ნაწილაკების ქცევას შორის იმის მიხედვით არიან ისინი ფერმიონები თუ ბოზონები. დე-ბროილის ტალღა გვიხსნის აგრეთვე თუ რატომ აქვს პროტონს მასა ბევრად მეტი კვარკების მასებთან შედარებით. კვარკების მასები მოდის ჰიგსის ველთან ურთიერთქმედების შედეგად ჩნდებიან. მაგრამ მათი მნიშვნელობები, ჯამური მნიშვნელობა, სამი კვარკისგან არის პროტონი აწყობილი, ასეთი კვარკებისგან. up down კვარკები U და D. მათი მნიშვნელობა ჯამი მასების ბევრად მცირეა პროტონის მასასთან შედარებით. ანუ კვარკების მასა არ გვიხსნის, პროტონის მასას ვერ გვიხსნის, მაგრამ ვიცით რომ ისინი არიან დამწვრეული ეს კვარკები ნუკლონში, თქვათ პროტონში, რომლის სიგრძე ზომა, წირითი ზომა არის სადაც 10^-13 სანტიმეტრი, ანუ თითოეულ რაზე ვსაუბრობთ ახლა, თითოეულ ამ ნაწილაკს ექნება იმპულსი შებრუნებული აი ამ რადიუსის R-ი აი აქ მიუთითებს ზომას, იმ არის, რომელშიც არის დამწვრეული ნაწილაკი. ექნება ასეთი იმპულსი, შეგვიძლია ეს რელატივისტური გამოსახულება ენერგიის შევაფასოთ მისი ენერგია, ვიცით რა რომ მოკლედ ბევრად მეტი იქნება ამ შეფასების ფარგლებში, მასა უმნიშვნელო როლს ასრულებს და ეს არის აქ დაწერილი, რომ მასა შეგვიძლია უღულებელყოთ, შესაბამისად ენერგია იქნება PC-ს, რიგის C, ეს არის სინათლის სიჩქარე. მივიღებთ ძალიან კარგ შეფასებას ნუკლონის, პროტონის მასისთვის, აი ამ ენერგიის ხარჯზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კონცეპტუალური საკითხი აი მხრივ რომ გვაქვს მასის წარმოშობა ენერგიიდან. ხო ჩვენ ჩვეულებრივ აინშტაინის ეს რელატივისტური გამოსახულება ენერგიის ვიყენებთ თვით ხოლმე იმის ასახსნელად შესაძლებლად როგორ შეიძლება მასამ მოქცეს ენერგია მასის გარდაქმნა ენერგიაში. აი ასეთი უცნაური ფაქტის წინაშე აღმოჩნდით, რომ ხილული მატერიის მასა თავის მხრივ ყოფილა წარმოშობილი ენერგიისგან. ეს არის პროტონს და
ხილული მატერიის მასა, ვამბობ, იმიტომ რომ პროტონის ნუკლონების მასა ატომში ბევრად აღემატება ელექტრონის მასას, ანუ მასის ძირითადი წვლილი ნივთიერების მოდის ბირთვებიდან. ამის შესახებაც ესეთი თვალსაჩინო წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ დე-ბროილის ტალღის გამოყენებით. ახლა საკუთრივ დე-ბროილის ტალღის შესახებ ვისაუბროთ, კერძოდ შეგვიძლია ის ასეთი სახით ჩავწეროთ დე-ბროილის ტალღა თანაფარდობები, როგორც ვთქვით, ტალღის სიგრძეს და პ-ს შორის ენერგიას და დიდ-ს შორის ან ომეგას შორის არის ასეთი. ამ ტალღის გავრცელების სიჩქარე შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად. მას გააჩნია კვანძები. აი აქ არის მითებული კვანძები, ეს არის წერტილები, სადაც ტალღა კვეთს x-ს. ანუ სადაც ნულდება არგუმენტი სინუსის. სინუსის არგუმენტი, სადაც განულდება. ეს წერტილები განიმარტება აი ამ ბოლობით, არგუმენტი თუ არის p-ს პროპორციული არგუმენტი თუ არის p-ს პროპორციული სინუსი განულდება. აქედან მივიღებთ კვანძებისთვის გამოსახულებას, რომ x-n x-ს აქვს ასეთი სახე. ამ კვანძების გადაადგილებით დრო გადის დროის ცვლილების მიხედვით. ამ კვანძების გადაადგილებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ტალღის გავრცელებაზე. მოძრაობენ x ღერძის გასწვრივ დადებითი მიმართულებით, აი ამ ტალღის შემთხვევაში თუ ტალღს აქვს ასეთი სახე. სიჩქარე შეგვიძლია გავაწარმოოთ, მოკლედ, მაგრამ გაწარმოებაც არ გვქონდა, ეს არის წრფივი დამოკიდებულება, პირდაპირ ხედავთ, რომ ტ-ზე წრფივად არის დამოკიდებული და ხედავთ, რომ სიჩქარე არის v-ნახევარი. ანუ სიჩქარე არის ენერგია გაყოფილი p-ზე, აი დგომი. ტ-ს წინ ფაქტორი, ეს არის სიჩქარე. ცუდი შედეგი მივიღეთ იმ მხრივ, რომ ჩვენ გვინდოდა ამ ტალღით აღვეწერა ნაწილაკი, რომელიც მოძრაობს v-სიჩქარით. v-სიჩქარით მოძრაობს, თუმცა მივიღეთ, რომ თუ ასეთნაირად შევაფასებთ სიჩქარეს ტალღის მოძრაობას, გვექნება ნიშნულობა, მისთვის ნიშნულობა v-ნახევარი და არა v, ну რაც დაფიქრების საგანია. ზემოთ გამოსახული ტალღა არის ასეთი ერთგვაროვნად განაწილებული, ერთგვაროვანი. თქვათ, ასე მას არ გააჩნია ლოკალიზაციის არე. მაგრამ შეგვიძლია განვიხილოთ, გავაკეთოთ ლოკალიზებული ტალღა ორი ასეთი ტალღის ზედებით, მცირე d წანაცვლებული პარამეტრებით, არის წანაცვლებული ოდნავ და ომეგა. იგივე ფორმულას ვიყენებთ, ტრიგონომეტრიული იგივეობას, რომელიც ზემოთ ჰქონდა. შედეგად მივიღებთ, რომ ასეთი ორი ტალღის ზედდებით მიიღება აი ეს გამოსახულება, რაც აქ წერია, იმ დაშვებით, რომ დელტა k არის ბევრად მცირე k-ზე, დელტა ომეგასთან შედარებით ბევრად მცირეა. სახე ტალღის, რომელიც შეესაბამება აი ამ გამოსახულებას, არის აქ მოყვანილი. მას გაუჩნდა აი აქ გაძლიერებულია ტალღა, მერე ჩაეხშო. ეს ტალღა აღწერს, სადაც ნულდება. ნახეთ, აქ აღწერს აი ამ არეში ლოკალიზებულ ნაწილაკს. ზემოთ გამოყენებული მსჯელობით ლოკალიზებული პაკეტისთვის თუ განვიხილავთ აი ეს კოსინუს დროში როგორ მოძრაობს, მივიღებთ აი ამ გამოსახულებას, რომელიც კარგად ემთხვევა სიჩქარეს. ნაწილაკის სიჩქარეს, ანუ შეგვიძლია
მივიღოთ დებროილის ტალღა, როგორც V სიჩქარით მოძრავი ნაწილაკის აღწერი. განუსწრებლობის თანაფარდობა პირდაპირ უკავშირდება დებროილის თანაფარდობას, არის 1:1-ზე ანალოგია. მოყვანილი მაგალითი აი აქ რაც ხატია, გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ლოკალიზაციის არე, აი ეს არის x-ის კოორდინატის ლოკალიზაცია. ეს არის ორ კვანტს შორის მანძილი, მაგალითად ასეთი იქნება დელტა x-ი. ის გამოისახება როგორც 2π გაყოფილი დელტა k-ზე. ასეთი სახე აქვს უფრო მკაცრი ფორმულირების გამოყვანის პირობებში, მივიღებთ რომ დელტა x-ი დელტა p ერთმანეთთან არის ასეთნაირად შემული, მათ აქვს შემოსაზღვრული აი ეს ნამრავლი დელტა x დელტა p შემოსაზღვრულია ქვემოდან, მათ არ შეუძლია ნებისმიერად მცირე მნიშვნელობა მიიღოს. ფიზიკური შინაარსი დელტა x-ის არის რომ ის არის თუ ნაწილაკის დებარეობას ვზომავთ, გვექნება ამ გაზომვის შედეგად რაღაც ცდომილება მისი კოორდინატისა და იმპულსისთვის. მათი ნამრავლი აღმოჩნდა რომ ქვემოდან შემოსაზღვრული, ანუ ჩვენ ნებისმიერად ზუსტად არ შეგვიძლია ერთდროულად გავზომოთ დებარეობაც და იმპულსიც ნაწილაკის განიცდის ფლუქტუაციებს. ეს არის კვანტური ფლუქტუაციების შედეგი. თანაფარდობა, რომელიც ზემოწერია, საკმაოდ წააგავს დებროილის თანაფარდობას შინაარსობრივად. კავშირი მათ შორის არის შემდეგი, როდესაც გვინდა გაზომვები ჩავატაროთ, ვიყენებთ გაზომა ნიშნავს რომ უნდა დავაკვირდეთ, დაკვირვება ნიშნავს ეს არის გაბნევის პროცესი. ჩვენ რომ ახლა ვხედავთ საგნებს ჩვენს ირგვლივ, ეს არის შედეგი იმის რომ სინათლის გაბნევა ხდება სხეულებზე და არეკვილი ნაწილაკები მოდიან ჩვენს თვალთან. რომ მოდიან ჩვენამდე და გვაწვდიან ინფორმაციას. ეს გარდაუვალია, ანუ შეშფოთება აი ამ გაბნევის სახით უნდა გავაკეთოთ ნაწილაკის. როდესაც რაღაც დელტა x-ი ზუსტით გვინდა გავზომოთ დებარეობა ტალღის ერთზე, რომელიც გაზომვისთვის უნდა გამოვიყენოთ, დებროილის ტალღაზე საუბარი, უნდა იყოს ამ დელტა x-ის რიგის. თუ რაღაც ძალიან გრძელ ტალღოვან ტალღას, ну ის უბრალოდ ვერ ამ სიზუსტით ვერ დააფიქსირებს ნაწილაკს. ლამდა და p არიან ერთმანეთის შებრუნებული სიდიდეები. ანუ ლამდას შემცირებით, რაც ნიშნავს, რომ გვინდა გავზომოთ დიდი სიზუსტით მდებარეობა ნაწილაკის, ლამდა შემცირებით ვზრდით დებროილის ტალღის იმპულს, ანუ ნაწილაკის იმპულს, რომელსაც ვიყენებთ დაკვირვებისთვის, რომლის გაბნევითაც ვაკვირდებით ნაწილაკს. შესაბამისად, მას მივანიჭებთ, როდესაც გვინდა დელტა x იყოს მცირე, ასეთ ნაწილაკს გადავცემთ დიდ იმპულსს, მის იმპულსს ვაშფოთებთ, რაც ნიშნავს, რომ გვექნება, მცირე დელტა x-ის შემთხვევაში შეშფოთებული დელტა p საკმაოდ. როგორ განმარტოთ ცალკე საკითხია კლასიკური, მოკლედ ეს არის პრინციპული შეზღუდვა, უკავშირდება იმას, რომ დებროილის შეგვიძლია თანაფარდობით გავიგოთ, ისე როგორც ახლა განმარტეთ. არის პრინციპული შეზღუდვა, გვეუბნება, რომ კვანტური მექანიკა, რასაც გვასწავლის, არის ის, რომ საშუალო ფიზიკური მნიშვნელობები აუცილებლად ხასიათდებიან ფლუქტუაციებით, გვაქვს კვანტური ფლუქტუაციები. შესაბამისად, მკაცრი წარმოდგენა აი ამ განსხვავების თანაფარდობის გათვალისწინებით ნაწილაკის ტრაექტორიაზე ვერ გვექნება, ვერ ვიტყვით, რომ ნაწილაკი რაღაც ტრაექტორიის გასწვრივ მოძრაობს.
მაგრამ ტრაექტორია ნიშნავს, თუ ვიცით, ტრაექტორია ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით x-ის და p-ის მნიშვნელობები ერთდროულად. ასე თითოეული სიდიდე x-ის და p-ს განიცდის ფლუქტუაციას და ფაზურ სივრცეში თუ დავხატავთ, წარმოვიკეთ მოძრაობას, გვექნება რაღაც კორიდორი, ასე ვთქვათ, ნაცვლად წირისა, რომელშიც უნდა განვიხილოთ მოძრაობა. კვანტური ფლუქტუაციები დამზერადია, ასე ვთქვათ, აქ არის ცნობილი ეფექტი, კაზემირის ეფექტი გამოსახული. ელექტრომაგნიტური, ესე ვაკუუმი ნიშნავს, რომ ველები არ გვაქვს, ხო? თავისუფალია, ასე ვთქვათ, სივრცე ველებისგან, მაგრამ გვაქვს ფლუქტუაციები, კვანტური ფლუქტუაციები, რაც განაპირობებს აი ამ ეფექტს, ეს ეფექტი მდგომარეობს შემდეგში, გვაქვს ორი კარგი გამტარი, ფირფიტა, ერთმანეთს პარალელურად. და ვინაიდან გვაქვს კვანტური ფლუქტუაციები ელექტრომაგნიტური ველის, მიუხედავად იმისა, რომ ველის მნიშვნელობა ნულოვანია, გვაქვს ეფექტი მიზიდვის აი ამ ორ ფირფიტას შორის, რაც უფრო ახლოს არიან ეს ფირფიტები, უფრო მეტად იზიდავენ. ეს დამზერილია, ეს გაზომილი ორ პარალელურ ფირფიტას შორის. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ველი, ანუ კვანტური ფლუქტუაციები, ველები განიცდიან კვანტურ ფლუქტუაციებს. საინტერესოა გამოსვლების თანაფარდობის გათვალისწინებით განვიხილოთ გამოსვლების თანაფარდობა გვეუბნება, რომ ჩვენ ზუსტად ვერ გავზომავთ ასე ფაზურ სივრცეში, აი ეს რასაც გვეუბნება დელტა x დელტა ფაზურ სივრცეში წერტილის მონიშნა ზუსტად არის შეუძლებელი. ფაზური სივრცის წერტილი ცნობილია აი ამ სიზუსტით. h-ნახევარი არის ის მცირე მინიმალური არე, რა სიზუსტითაც ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ და ავაკვირდეთ ფაზური სივრცის წერტილს. საინტერესოა მსგავსი ტიპის გაზომვები განვიხილოთ სივრცისთვის, საკუთრივ სივრცისთვის, შავი ხვრელები გვაძლევენ საშუალებას აზრობრივი განხილვა, აზრობრივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. შავი ხვრელი, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ძლიერად გრავიტირებადი ობიექტი, როგორც არის მითებული დიდი მასის სხეულისთვის, ვიხილავთ მოწყვეტის სიჩქარეს. მცირე მასის სხეული მისი ზედაპირიდან რომ მოწყდეს, მოწყვეტა ნიშნავს, რომ წავა უსასრულობაში და აღარ დაბრუნდება. აქ რაც წერია, ეს არის ენერგიის შენახვის კანონი, პირველი, მეტი არაფერი, უბრალოდ ამ ენერგიისთვის ნულოვანი მნიშვნელობა მოსახებული, იმისთვის რომ ამ შესაძლებლად ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთი წინა ლექციის პარაგრაფში. იმისთვის რომ უსასრულობაში წავიდეს, მცირე m-ი უკან აღარ დაბრუნდეს. ჯამური ენერგია ნული მაინც უნდა იყოს. ჯამური ენერგია ეს არის m კვადრატ ნახევარს, აქ რაც წერი, ეს არის ამ მცირე m-ის გრავიტაციული ენერგია, მოდი საპირისპირო ნიშნით წერია, მარცხენა მხარეს რო გადავიტანოთ აი ეს გამოსახულება, იქნება პოტენციური ენერგია მცირე m-ისა დიდი m-ის მიერ შექმნილ გრავიტაციულ ველში. აქედან მოგვიყვება შევაფასებთ V-ს, ეს არის ის სიჩქარე, რომელთაც უნდა გავთხოვოთ რადიალურად მცირე მასის სხეული, დიდი m-ის R არის რადიუსი, ზედაპირიდან დიდი m-ის, იმისთვის რომ ის უკან აღარ დაბრუნდეს. მისი სიჩქარე მცირდება, შორდება რა დიდ m-ს. სიჩქარე მცირდება, მაგრამ არასდროს არ განულდება წავა უსასრულობაში. მოწყვეტის სიჩქარე, ვიცით რა, რომ გვაქვს სიჩქარეზე შეზღუდვა, რომ ამ სიჩქარეს გააჩნია ზედასხმარე სინათლის სიჩქარის სახით. ამასაც ვისაუბროთ, რომ სინათლის აღმოჩნდა ასეთი უცნაური თვისება, რომ მის სიჩქარე არის დამოუკიდებელი იმისგან, რომელი ინერციული ათვლის სისტემიდან ვაკურტებით სინათლის გავრცელებას.
მოკლედ გვაქვს ასეთი აკვირვებადი ფაქტი, რომ არსებობს ზედა სხვა არის სიჩქარეზე, რაც ნიშნავს, რომ არსებობს გრავიტაციული რადიუსი, ანუ არსებობს ისეთი ზომის ზომა მოცემული დიდი მასის სხეულისთვის, ისეთი ზომა შეუძლია შევკუმშოთ მოკლედ აი ამ ზომამდე, ისე რომ ვერც ერთი ნაწილაკი ვერ მოწყდება ამ ზედაპირს. ანუ კლასიკურად, ასე ვთქვათ, ასეთი ობიექტი თავისი ძლიერი გრავიტაციული ველის გავლენით აღასხივებს. შესაბამისად გაგვეჩნდა ორი არე, აი ამ რადიუსით განსაზღვრული შიგა და გარე არეები, რომლებიც ერთმანეთთან არ ურთიერთობენ, ვერ გაცვლიან ინფორმაციას, სხვა სიტყვებით მიზეზობრივად დაუკავშირებელი. თუ ავიღებთ M-ას სხეულს და აი ამ რადიუსამდე შევკუმშავთ მას, მოხდება ფორმირება შავი ხვრელის, გვექნება ორი მიზეზობრივად დაუკავშირებელი არე. დავსვათ საკითხი, რა მაქსიმალური სიზუსტით შეგვიძლია წერტილის მონიშნა სივრცეში. ამისთვის გამოვიყენოთ M-ას ნაწილაკი. სადაც სივრცის წერტილის მონიშნა ნიშნავს, რომ შეუძლია მოვათავსოთ რაღაც და შემდეგ შევამციროთ მისი ლოკალიზაციის არე. M-ას სხეულის ლოკალიზაცია შესაძლებელია მაქსიმუმ აი ამ ტალღის სიგრძემდე, ეს არის კომპტონის ტალღა ეწოდება. ეს გამოსახულება ძალიან გავს იმ თანაფარდობას, რომელიც ჰქონდა დე ბროილის თანაფარდობას ენერგიასა და ტალღის სიგრძეს შორის. ესე იგი, თუ აქვს M-ას სხეული, მისი ლოკალიზაციისთვის გვაქვს ეს ამაზე უფრო მცირე არეში ვერ მოახდენთ მის ლოკალიზებას. თუ გავზრდით მასას, როგორც ამ გამოსახულებიდან ჩანს, R-ზე შემცირდება. ესე იგი, უფრო სუსტად მოვნიშნოთ წერტილი, გვჭირდება დიდი მასის გამოყენება. მაგრამ მეორე მხრივ, ამ სხეულს გააჩნია გრავიტაციული რადიუსი, რომელიც მოიცემა ასეთნაირად, ეს არის ნიუტონის მუდმივა მასაზე გამრავლებული გაყოფილი c კვადრატზე. ზედა გამოსახულებაში R-ზე თუ მცირდება მასის გაზრდით, ქვედა გამოსახულებაში გრავიტაციული რადიუსი იზრდება მასის გაზრდით. ამიტომ მივიღებთ, გვექნება ისეთი მნიშვნელობა მასის, როდესაც მიაღწევს R-ზე, მიაღწევს გრავიტაციულ რადიუსს. თუ კიდევ უფრო გავზრდით მასას, მოხდება შავი ხვრელის გაჩენა, ის არე, ის წერტილი, ვთქვათ, რომლის დაკვირვებაც ჩვენ გვინდოდა, აღმოჩნდება შავი ხვრელის შიგნით და შემდგომი მასის და როგორც აქედან ჩანს, გამოიწვევს კიდევ უფრო დიდი რადიუსის მქონე შავი ხვრელის გაჩენას, რომელიც ხადი არ ყვაწევს საშუალებას. ანუ გატოლებით აქცერია პირველი, ეს არის კომპტონის ტალღის სიგრძე, რომელიც ლოკალიზაციის არეს განსაზღვრავს კვანტურ ნაწილაკისთვის. მეორე გამოსახულება არის გრავიტაციული რადიუსის სხეულის, მათი გატოლება გვაძლევს იმ მასას, რომელიც ოპტიმალურია წერტილის მოსანიშნად. ეს მასა არის 10^-5 გრამის რიგის პლანკის მასა ეწოდება. შესაბამისი სიგრძე რომლითაც ან მაქსიმალური სიზუსტე, რომლითაც შეიძლება წერტილი იქნას დავაკვირდეთ სივრცეში არის ძალიან მცირე, მაგრამ არანულოვანი 10^-23 სანტიმეტრი. ანუ მივიღებთ დასკვნას, რომ არა მხოლოდ ფაზური სივრცე, როგორც აქ გვეხატა, არის, ასე ვთქვათ, დაუკვირვებელი ნებისმიერი სიზუსტით, ხო, ანუ არ შეგვიძლია ფაზურ სივრცეში წერტილის მონიშნა. წერტილები აი ამ ჩანაწერის მიხედვით წარმოდგენილია პატარა უჯრებად, რომლის მოცულობა H ხაზ ნახევრიანზე უფრო მცირე ვერ გახდება. მოკლედ გრავიტაციასთან
ერთად თუ განვიხილავთ კვანტურ ფიზიკას, მივიღებთ ასეთ არატრივიალურ დასკვნას, რომ სივრცეც თავის მხრივ სივრცის გარჩევის უნარიანობა არის შეზღუდული შემოსაზღვრული ქვემოდან პლანკის სიგრძით, რომელიც ფანტასტიკურად მცირეა, დაკვირვება ამ სიგრძის შეუძლებელია უშუალოდ, ხომ? ამისთვის თუ ვიმსჯელებთ დე-ბროილის თანაფარდობით გვჭირდება ნაწილაკი, რომლის ტალღის სიგრძე უნდა იყოს ამ რიგის, შესაბამისად ენერგია უნდა იყოს ძალიან დიდი ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც უნდა ავაჩქაროთ ენერგიებამდე, რომელიც შეუძლებელია. ძალიან დიდია, ფანტასტიკურად დიდი. ხო, მაგრამ ადრეულ სამყაროში შეიძლება რაღაც ეფექტების სახით ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება ასე შემოგვინახონ, ანუ შეიძლება აგურდებით რა დღეს ხალე დაგვირვებები გვაქვს დღევანდელი. როგორღაც აისახოს, ასე ვთქვათ, დატოვოს ანაბეჭდი იმ ფიზიკაზე, რომელსაც ჩვენ ვაგურდებით დღეს. მადლობა თქვენ, ეს არის სულ რის შესახებაც მინდა მესაუბრა, შეკითხვები თუ გვაქვს, დავუთმოთ. გადავიდეთ შეკითხვებზე.